ჩემმა მოსწავლემ მითხრა, გიორგიო, რატომ ეწინააღმდეგებიო ამ სიტყვას მონა ღვთისასო? რატომ ხარ ამის წინააღმდეგიო, ვიქნებიო უფლის მონაო? და პრობლემა იმაში არის, რომ უფალს მონები არ ყავს. მონები ყავს ბნელს ქვემოთ. მე არ ვარ უფლის მონა. მე ვარ უფალთან ყოვლად მორჩილებაში. და სხვაობა თქვა მე ვარ უფლის მონა და ყოვლად მორჩილება სხვა არის. მე რომ თქვა მე ვარ უფლის მონა, მე ამით შევურაცხყოფ უფალს, იმიტომ რომ ფაქტობრივად მე თუ ვუწოდებ ჩემ თავს უფლის მონას, უფალი მონადმფლობელი გამოდის. აი პირადად შენ გინდა რომ მონა ყავდეს? არა, ეხა უფალს უნდა არა. მაშინ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი, ხო? კითხვას დასვამთ, საიდან მოდის ეს რაღაც? ბიბლიაში რამდენჯერმე არის ნახსენები უფლის მონა, მაგრამ ამით აღწერილია უბრალოდ მდგომარეობა, შენ როგორ უნდა იყო უფალთან. თან ძველი წარმოთქმით, ძველი გაცნობიერებით, იმ პერიოდის გაცნობიერებით. და ნახეთ მაგალითად პეტრე ამბობს, იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა. ანუ მაგალითად აქვს მოყვანილი, ის კი არა რომ შენ უწოდე შენ თავს მე ვარ მონა, ღვთის მონა, არა. მაგალითად მოიყვანა პეტრემ, რომ მაგალითადო როგორც მონა სრულ მორჩილებაში იყავი უფალთანო, მაგრამ მონა უწოდე შენ თავს და უფალს ავტომატურად ამით მონადმფლობელი ეს არ უთქვამს. მაგრამ ეს რამდენიმე ნათქვამები აიღეს მოძღვრებმა და გაარეკლამეს ხელოვნურად. გესმის, თითქოს ეს იყოს ბიბლიის მთავარი სათქმელი და დაავიწყდათ სიტყვა ყოვლად მორჩილებაში ვარ უფალთან. რადგან მონა უფრო ისე ჟღერს, რომ მონის მდგომარეობაში ჩადგე, რადგან როგორც დღეს აკვირდებით, მონის მდგომარეობაში უფრო მოსახერხებელი ხართ. სიტყვა მონას თავისი ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მას არ აქვს სხვანაირი განმარტება, ისეთი, ასეთი. მონა არის მონა. მონობას მოყვა იმდენი ტკივილი და იმდენი ბოროტება სამყაროში, რომ მაგ სიტყვა და ღმერთის ერთად დაყენება ჩემთვის არის წარმოუდგენელი და არ ვაყენებ ერთად. რა განსხვავებაა უფლის მონა და ყოვლად მორჩილი უფლისა? ყოვლად მორჩილი უფლისა არის თავისუფალი და თავისინებით ყოვლად მორჩილებაშია უფალთან, სრულად მორჩილებას გულისხმობს. და თან თავისუფალია, მაგრამ მონა მორჩილებაშია უფალთან, მაგრამ თავისინებით არა. მონა არ არის თავისინებით მორჩილებაში არაფერთან. და შენ რომ უწოდებ უფლის მონა ვარ მე, ესე იგი შენ არ ხარ შენინებით მორჩილებაში. ამას გულისხმობს ეს სიტყვა და გინდა აქედან მიუდექი, გიდ მარცხნიდან მიუდექი, საიდანაც გინდა მიუდექი. ბოროტების თავარი სახელია მონა. და მეტი რა გითხრათ ახლა? სიტყვა მონა და მონადმფლობელი გულისხმობს იმას, ვინც ნებას გართმევს და უფალმა ნება კი არ წამართვა, ნება მაჩუქა და როგორ უწოდო მე უფალს მონადმფლობელი ამით. მე უფალს ვეუბნები, უფალო, მე ვარ შენთან სრულად მორჩილებაში, ყოვლად მორჩილებაში. დაგუგლე მონის განმარტება და მიხვდები რა არის მონა სიტყვა. და თუ ამას მაგალითით იღებ, მაშინ მე ვარ უფლის ფეკალია თქვი. რა მნიშვნელობა აქვს მონას უწოდებ შენ თავს თუ ფეკალიას? ფეკალია ჯობია, იმიტომ რომ მონა ძალიან ცუდი რაღაც არის. ბნელის მთავარი სტრუქტურაა მონობა. სიტყვა მონის განმარტება. მონა არის უუფლებო ადამიანი, იგივე ნების არ მქონე ადამიანი. და შენ რომ ამას გაიძახი, უფალო მე ვარ ნების არ მქონე ადამიანი შენი, უფალო მე ვარ ნების არ მქონე ადამიანი შენი, შენ ამას იძახი. ფაქტობრივად ნებაზე გათქვევინებენ ვარს ამ სიტყვით. რაც არ უნდა უარო წრე, ვერ იპოვი აქ განმარტებას. რამდენჯერმეა ხვდებით ბიბლიაში ეს სიტყვა ნათქვამი და გაგიპიარეს გეგონება ბიბლიაა ეს. რატომ გაგიპიარეს? ხომ აცნობიერებთ ამ სიტყვას. ვაგრძელებ მონის განმარტებას. მონა არის ადამიანი, რომელიც მონადმფლობელის საკუთრებას წარმოადგენს და არანაირი უფლება არ გააჩნია, ნება არ გააჩნია. ეხლა განმარტებები რომ წაგიკითხოთ კიდევ ბევრი, შოკში ჩავართებით. ზემოთ სახლში მაგ სიტყვის გამოყენება არის სერიოზული მკრეხელობა. თავს უწოდო მონა უფლის და უფალს ავტომატურად მონადმფლობელი, რადგან ყველა მიცის მონადმფლობელი ვინ არის ქვემოთ. ვიღაც შეპარულმა ბნელმა გადაწყვიტა, რომ ეს სიტყვა შემოეგდო, გაირეკლამებია, ესე აკეთებენ ბიბლიიდან, ამოიღებენ რამდენჯერმე ნათქვამ სიტყვას და სრულად ბიბლიის სახით წარმოგიჩენენ, ეს ეკერა თითქოს პირზე იესო ქრისტეს ან პეტრეს. გესმით? თითქოს ამას ლაპარაკობდა სულ, გაარეკლამეს მონობა, აი ეს სიტყვა. ვიღაცა დიდი ხნის წინ ვიღაც დეკანოზმა, ვიღაცამ ჩადო პროგრამა და მოდი თქვენთანაც მონური სისტემა იყოსო, როგორც სატანასთან და მაგის ხატად ილაპარაკეთო და ქელაპარაკობთ ამ სიტყვას და მე მაგ ბინძურ სიტყვას არ ვიყენებ. მე ვიყენებ ყოვლად მორჩილებაში ვარ უფალთან. რა სხვაობაა მონასა და ყოვლად მორჩილებას შორის? ერთი და იგივე ამბავია, ოღონდ ყოვლად მორჩილებაში მყოფ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მონას არ აქვს თავისუფალი ნება და იძულებით არის ამ მდგომარეობაში. დანარჩენი მორჩილება ტოლია. მონა კიდე შეიძლება აჯანყდეს და ყოვლად მორჩილება უფრო ძლიერი სიტყვაა. შენ რომ შენს თავს მონას უწოდებ, შენი თავისუფალი ნების შეურაცხყოფაა პირდაპირ. და
შენ რომ უწოდებ შენ თავს მონახვთისა და ავტომატურად უფალს უწოდებ მონათფლობელს, შენ უფალს უწოდებ სატანის ხატს, რადგან სატანას ყავს მონები, ღმერთს ყავს თავისუფალი შვილები, რომელსაც თავად უბოძა ნება თავისუფლების. და მე რანაირად მივაყენო უფალს შეურაცხყოფა იმით, რომ მონა ვუწოდო ჯერ ჩემ თავს და მე ავტომატურად უფალს მონათფლობელი. მაინტერესებს ეს როგორ გავაკეთო. მე დიდი ხნის წინ მთხოვე უფალს. უფალო, რა გიწოდო, როგორ მოვიქცე? და მიპასუხა უფალმა, შვილო, ყოვლად მორჩილება თქვი. და ვთქვი კიდევაც. და მომეშვა გულზე. მოძღვრების პრობლემა, ბევრი ადამიანის პრობლემა რა არის, იცით? უკეთესს არითხოვთ. იმას თანხმდებით, რაც დევს. და უფალს რომ სთხოვო უკეთესი, უფალო, მითხარი უფალო უკეთესად როგორ მიყვარდე, მითხარი უფალო უკეთესად როგორ მოგმართო, გეტყვის. მაგრამ შენ ამას არ აკეთებ, არ ითხოვ. აი, მარტივ მაგალითს მოვიყვან ასეთ სიტუაციასთან. ადამიანები მოდიან და კი, მაგრამ გიორგი ხორცს არ ვჭამ, ცუდია გავიგეო, ნაშრომში გეთანხმებიო, მაგრამ თევზიო, თევზის ჭამა ხო შემიძლია? აი, ღმერთმა მაქსიმალურად გითხრა, რომ თუ მაინც და მაინც ჭამა გინდა, ბოლო-ბოლო თევზი ჭამეო. რადგან თევზს 5 წამიანი მეხსიერება აქვს და კარგი, ბოლო-ბოლო ჭამეო. მაგრამ თლად უკეთესი და კარგი არ არის შენთვისო. მაგრამ თუ ესე გინდა, კარგი ჭამი ავიტანთო ერთადო. და შენ რატო არ ჭამ თევზო მეუბნება ეს ადამიანი? ხო არის ბიბლიაში. არ შემიძლია უკეთესი მაგალითი ვაჩვენო უფალს? აი, მაინტერესებს. ხო შემიძლია უფალი გავაკვირვო? ჯერ უფალს ვერ გავაკვირვებ, მაგრამ ხო შემიძლია რომ გავაკვირვო უფალი და ვუთხრა უფალო, ამ თევზსაც აღარ შევჭამ, ამ სიცოცხლესაც აღარ შევჭამ. კი, აი მაგ დროს უკვე უფალი ხვდება, რომ შენ იმაზე მეტს აკეთებ, ვიდრე გითხრა. გესმის? შენ ყოველთვის შეგიძლია იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე უფალმა გითხრა, კარგი. და ამისთვის ხარ შექმნილი. და არა იმისთვის, რომ გითხრა თევზი ჭამევ, ჭამ. ხო შეგიძლია რომ არ ჭამო და უკეთესი იყო. შეგიძლია. იგივენაირად უთხარი უფალს, უფალო, მე არ მომწონს ეს სიტყვა. შენ შეურაცხყოფს უფალო ეს სიტყვა. უფალმა მითხრა, შვილო, მითხარი ყოვლად მორჩილებაში ვარ შენთან, სრულად მორჩილებაში ვარ შენთან. ეს არის სუფთა სიტყვა და გამინათდა გული და მადლობა უფალო. გესმით? არ თხოვთ უფალს თქვენ იმაზე მეც ვიდრე დაგინიშნათ. იმაზე უკეთესები შეგიძლიათ იყოთ, ვიდრე ბიბლიაში წერია. იმიტომ რომ ის არის საბაზისო. გაცდე შეგიძლია უფრო მეტი გახდე. ბიბლიაზე მეტი კი არა, უკეთესი გახდე, უკეთესი მაგალითი. და ამით უფალი გააკვირვო. შენი გაგებით გააკვირვო, თორემ უფალს რაც გააკვირვებ. მაგრამ უფალს იცი როგორ აკვირვებ? აი სწორედ რომ ამას აკეთებ. სხვები რომ უფალმა თევზი დაუშვა შევჭამ. ამასაც რომ არ ჭამ და უფალს აჩვენებ იმაზე მაგარ მაგალითს, ვიდრე შენს გამო ესე თქვათ დაუშვა რომ კაი ჯანდაბას ჭამეთ, ავიტანთ ერთად. ამაზე მეც რო აკეთებ, ამით აკვირვებ უფალს და უფალს რომ აკვირვებ, შენ იცი რა ხდება შენს თავს? არ იცი. უფალს როცა აკვირვებ, შენზე ბუმბერაზი ძალები გადმოდის. თუთიყუში კი არ უნდა იყოს მოძღვარი. მოძღვარი იმაზე მეტისკენ უნდა მიისწრაფოდეს, ვიდრე დაუწერეს. ვიდრე იესო ქრისტემ უთხრა. აბა 2000 წელი რისთვის გავიდა, რომ ერთი და იგივე აკეთო და იმაზე წინ არ წაიწიო, არ განვითარდე უფრო მეტი ღვთიური არ შემოუშვა შენში? საკუთარი გონება ღმერთი ჩართე, მოძღვარო. ვიღაცამ შემოგიგდო, გაგირეკლამა დიდი ხნის წინ და კითხვასაც არ სვამ ამ სიტყვის მნიშვნელობა რა არის, უფალი ამას როგორ უყურებს, ავტომატურად რას უწოდებ ამით უფალს, შენ თავს, შენს ნებას როგორ აყენებ შეურაცხყოფას და ეხლა საათი შემიძლია გელაპარაკო უწყვეტად რას აკეთებ ამით. ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ გიორგიო, იქნებო ისე ილაპარაკო, რომ ეცადო, რომ ვერ გაიგებენო მაგალითადო მონამორჩილზეო, იმაზე ვერ გაიგებენო, ამაზე ვერ გაიგებენო. თქვენ ვისაც ამ ყველაფრის ჭეშმარიტის გაგება არ გინდათ. თქვენ ისედაც არაფერს არ აკეთებთ. ისედაც ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული და უბრალოდ ენას იფხანთ. შემოხვალთ კომენტარში წაისულელებთ, არაფრის მკეთებლები თქვენ არ ხართ. ჩემი მიზანი თქვენ არ ხართ. ჩემი მიზანი არის ის ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს ეძებს, ჭეშმარიტ სიტყვას ეძებს, სიმართლეს გლეხურს ეძებს, ნამდვილ სიმართლეს ეძებს. ამიტომ არ მაღელვებს ვის რა მოეწონება და ვის რა არ მოეწონება. იმიტომ რომ თქვენ ისედაც ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული და არაფერს არ აკეთებთ. მე რომ ეხა სულ მარგალიტები დაგიყაროთ, მაინც გადაყრით ნაგავში ამას. ამიტომ აზრი არ აქვს. მე თქვენს დაკრულზე არ დავდივარ. მე ყოვლად მორჩილებაში ვარ უფალთან და უფალი რასაც მეუბნება, იმას ვამბობ. საიდან ვიცი უფალი რომ მეუბნება? გლეხურ ჭეშმარიტ მარტივ ენაზე ვლაპარაკობ, რომელსაც განხილვაც კი არ უნდა. იცი გიორგი, ესე ხო არ არის, ისე ხო არ არის, ანუ გლეხურად ანაბანას ვლაპარაკობ, ამას არ ჭირდება გაშიფრვა, ესე ხო არ არის, ისე ანუ მარტივია, ხო? რასაც ვლაპარაკობ, სიმართლეა და ჭეშმარიტია. ამოვიღე მონა, შეურაცხყოფელი სიტყვა და ჩავსვი ყოვლად მორჩილებაში ვარ უფალო შენთან. სუფთა ღმერთის ხმა მორჩა. მე არ ვაპირებ არანაირი აზრის შეცვლას, არც იმ კონკრეტულ ადამიანებზე, რომელზეც
ინტერნეტზე წერთ, ესე არ არის გიო ის ადამიანი, ისისი არ არის გიო, ესე არ არის, წყევლა კარგია თურმე, ისისი არ მაინტერესებს თქვენი მანხინჯი გაუცნობიერებელი, მართლა მონური აზრები, რომელიც თუთიყუშებივით გიმეორეს და თქვენს თუთიყუშებივით იმეორებთ და ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული და ღმერთს არ უსმენთ გულში. თქვენ გადმოდით ჩემს აზრზე, თქვენ გადმოდით აქეთ, მე არსად არ მაქვს გადასასვლელი. თქვენ უნდა გადმოხვიდეთ აქეთ. რატომ? იმიტომ რომ მარტივ ენაზე გელაპარაკები. სიმართლეს, გლეხურს, ანაბანას, 2x2 4-ს, 1+1 2-ს. უნდა ამაზე ხლა განხილვა არ უნდა. ამაშია საქმე, თქვენ არ გიდათ ამ მახინჯიდან გამოსვლა. დავდე ნაშრომი საფლავზე მიდით, მშვიდად დაილოცე, ისგენი არ დალიო, არ ჭამო, წამოდი მშვიდად სახში იქეიფე თუ გინდა, არ გინდა ეს. ბიჭო, დალიე, დათვერი და გვერდით ვიღაცას შვილი გარდაეცვალა. გლოვაშია და ეფლირტავები, ისეთ მდგომარეობაში ხარ, ისე ხარ დამახინჯებული, რომ არ გინდა ჭეშმარიტის მიღება და იზახიო საფლავზე. უნდა ვიქეიფო, უნდა იმას კი არ ფიქრობ იმაზე, რომ მე რა სიმახინჯეებს აკეთებ, რო დათვრები საფლავზე. ან იმაზე კი არ ფიქრობ ვიღაცა დედაგლოვობს იქ და ეფლირტავე და შოკი დამართე და ამ მდგომარეობებში ხარ. რა გითხრა მეტი? ამიტომ თქვენ ვისაც ფეხი ფეხზე გაქვთ გადადებული, არ მაინტერესებ ხართ, იმიტომ რომ თქვენ დიდი ხანია ზურგი აქციეთ ღმერთს. მართლა გეუბნებით, თქვენ ჭეშმარიტებას აქციეთ ზურგი და რა გავაკეთო მე ხა თქვენ სიმახინჯეებზე უკრა? არ მინდა მე თქვენ სიმახინჯეებზე უკრა, მე მინდა ვილაპარაკო სიმართლე. შენ კომფორტულად ხარ მაგ სიმახინჯეში და არ გინდა მაქედან გამოსვლა. იყავი სადაც გინდა იქ. ამის ნება გაქვს და მე დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანის ნებას, უდიდეს პატივს. გამთლიანება ზრუნავს იმათზე და ღმერთი ზრუნავს იმათზე, ვისაც უნდა სიმართლის მიღება, ვისაც უნდა საქმის კეთება, ამოძრავება ღმერთისკენ სვლა. ხოლო ვისაც ენის ფხანა უნდა, არაფრის კეთება და თუ კომფორტში ზის და ეუბნები, იცი რა, მაგ სიმახინჯეში ხარ და ამის გამო უკმაყოფილოა. მომიტევე, მაგრამ შენი უკმაყოფილება ცოტა სხვაგან გამოხატე რა. აზრი არ აქვს აქ გამოხატვას, აქ სხვა პროცესები მიდის. ეს გჭირთ თქვენ. გითხრეს მონა ხარ, იზახი მონა ვარ. რომ გითხრან ხვალ კოლი ხარ, ხვალ დაიწყებ კოლი ვარ ღვთისა. რომ გითხრან ტილი ხარ, ტილი ვარ ღვთისა. ანუ ყველაფერს დაიწყებ, გულში არ უსმენ ღმერთს. არც სიტყვის მნიშვნელობებს აკვირდები. ზედაპირულად ხარ, გესმის? ამიტომ არც ერთი არ სვამს კითხვებს. მონურ მდგომარეობაში ხარ, ქვეცნობიერად. ეს გჭირთ. გესმის, კითხვებს არ სვამ. ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ კითხვები დაგესვა და კითხვებს არ სვამ. მართლა მონახარ და ამიტომ არ სვამ კითხვებს. გესმის, ნება და კითხვის დასმის უნარი რომ გააქვს, ეს არის ღვთიური და შენ ამ კითხვებს რომ არ სვამ და გააჩერე და პირდაპირ იძახი მონავარ ღვთისა და ხვალ რომ გითხრან ვირი ხარ ღვთისა, ვირი ვარ ღვთისას დაიწყებ. და რისთვის შექმნა უფალმა რომ ქვევრივით იყო ჩაძახილივით იმეორო? თუ ნება რისთვის მოგცა, რომ კითხვები დასვა უფალს და ელაპარაკო უკეთეს სიტხოვო უფალს, უფალო უკეთესად როგორ მოგმართო, უფალო უკეთესად როგორ ვირწმუნო შენი, უფალო უკეთესად როგორ მიყვარდეს ადამიანი, როგორ მიყვარდეს შენ. უკეთეს კითხვას არ სვამ. ამაშია შენი პრობლემა ყველაფერთან ერთად. და ხვალდაზე შეიძლება გითხრან რომ ჩოჩორის კუდი ხარ და მე გეტყვი არ ხარ ჩოჩორის კუდი თქო და გამომეკიდები სარით. ეს არის რეალობა. ამას შეგაჩვიეს. მაგალითად ეხლა ერთ-ერთ ნაშრომში ვამბობ რომ ნუეფარები ხატებს და ნუ ხარ ბნელი მეთქი. და ადამიანი მიწერს ბნელი ეუბნება თავში. ხატების წინააღმდეგი ხარო? რა ხატების წინააღმდეგი ვარ? ხატებს ნუეფარები, ბნელი როცა ხარ და ქრისტიანულად როცა არ ცხოვრობ და გამოჭედებული ხატები შენ შინაგან მდგომარეობას არ შეცვლის თქო. და ადამიანი მეუბნება ხატების წინააღმდეგი ხარო? რატომ მეუბნება იცით ამას? იმდენად მონური პროგრამა ჩაგიდეს თავში, რომ კითხვის დასმას თუ იწყებ, ხდები ბნელი. მაგალითად, პროგრამაა შავბნელი პროგრამა. ამ შავბნელ პროგრამას იყენებს ბნელი ყველგან. პოლიტიკაში ისედაც, მაგალითად, თუ არ მოგწონს კონკრეტული მთავრობა, ესე იგი ნაძირალა ოპოზიციონერი ხარ. გესმის? ის კი არა რომ ის ოპოზიციონერი არ ხარ. უბრალოდ არ მოგწონს რაღაც, ხო? ჭეშმარიტად როცა არ მოგწონს მართლა რაღაც ბოროტება. ესე იგი შენ ოპოზიციონერი ხარ. მიხვდი? თუ მის მხარეს არ ხარ, მისი მტერი ხარ. რელიგიაც ამას აკეთებს. ჩააპროგრამეს რომ შენ თუ მოძღვარზე მაგალითად იტყვის სიმართლეს რომ აი რატო ხარ ამ ახინჯში, ხო? ისე ჩააპროგრამეს ადამიანებში რომ შენ უკვე ბნელი ხარ. ადამიანში აქტიურდება პროგრამა, რომ ვინც ეს თქვა ბნელია ის. როგორც პოლიტიკაში, თუ კონკრეტული მთავრობა არ მოგწონს, ესე იგი ოპოზიცია მოგწონს ძველი მთავრობა. და არც ერთი მოგწონს და არც მეორე ვთქვათ, ხო? უბრალოდ სიმართლეს ამბობ, მაგრამ მახინჯი პროგრამა, ბნელის პროგრამა ჩადებულია ადამიანში სპეციალურად. ესე იგი, შენ თუ რამე სიმართლეს ამბობ, შენ თუ ამხელ მოძღვრის სიბრელეს, შენ ხარ უკვე ბნელი. შიშის პროგრამაა ჩადებული თქვენში. ვინმე თუ ჩვენზე ამოიღებს ხმასო, უკვე ბნელიაო. ჩაგიკეტეს მდგომარეობა, ხმას ვეღარ იღებ უკვე. ხმის ამოღებაც კი ჭეშმარიტების ლაპარაკი ჩაგითვალეს პრეხელობად რა დონეზე მიხვედით, რომ სიმართლის ლაპარაკი
ნებისმიერთან მიმართებაში უნდა იყოს სუფთა, მაგრამ არა. რელიგიაში სიმართლეს თუ იტყვი, ბნელი ხარ. და რომელია ბნელი ახლა? ვინც მიკრძალავს სიმართლის ლაპარაკს თუ რომელია ერთი ბნელი მაინტერესებს? ვინც სიბნელეშია მახინჯიში ცხოვრობს, ტუტუცობებს აკეთებს და ამაზე თუ რამე ვთქვი, ესე იგი მე გამოვდივარ ბნელი, ესე იგი ღმერთის ხმას თუ ვაჟღერებ, ბნელი ვყოფილო არ. ჩაკეტილი გაქვთ მდგომარეობა, საკუთარ თავს უწოდებთ მონას და ხმას თუ ამოიღებ, კრეხელი ხარ. და როდის იყო მკრეხელობა სიმართლის ლაპარაკი, მე არ ვიცი, მაგრამ თქვენ გეცოდინებათ, რადგან ამით ცხოვრობთ. კიდე მეორე პროგრამა უმყარებს ამას, რომ შენ თუ სიმართლეს ლაპარაკობ, თუნდაც მოძღვარზე, ხო? შენ განსჯაში ხარ. ანუ მხელაზე საერთოდ არ გელაპარაკებიან, იმიტომ რომ ხელით თავად არ არიან დაკავებული. ხელა ბოლოს როდის გააკეთეს, არც ახსოვთ. აი ბნელი როდის ამხილეს ბოლოს, არ ახსოვთ. მხელა სრულად ამოღებულია თუ დააკვირდებით რელიგიაში. დააკვირდით, ვინმე გელაპარაკება მხელა ეს და არა განსჯა, გაშინებენ. შენ თუ ამას იტყვი მოძღვარზე, თუნდაც სიმართლე, ეს არის განსჯა. ღმერთი მიხედავს. ვერ გავიგე, კაცო, აქ ისთვის ვარ ჩვენ. ერთმანეთს თუ არ ვასწავლეთ. როცა იძახი სიმართლეს, ადამიანებში და მოძღვრებშიც აქტიურდება, რომ ნუ განსჯი და განსჯა კი არა მხელა სიმართლის ლაპარაკია. და როცა ამას ეუბნები სიმართლეს, ღმერთი მიხედავს მასო და ვერ გავიგე ღმერთი თუ ყველას ხედავს, შენ მოძღვარო პირდაპირ კიდე გიმეორებ, რისთვის ხარ აქ? შენ აქ იმისთვის ხარ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვივხედოთ. გაიგე და ღმერთის ხვები უნდა ვაჟღეროთ ერთმანეთში. და შენ თუ იძახი, როგორც გაწყობს ისე რომ შენთან თუ მოვიდა ვიღაც და ცუდად იქცევი და ეუბნები ეს არის განსჯა და ღმერთი მიხედავს და შენ თუ ესე ვთქვათ ითავსებ ღმერთის ხმას, ორმაგი სტანდარტებით ხარ და ეხა საათობით შემიძლია აგიხსნა სად ხარ. და ეს არის გამოსასწორებელი. ბევრი რამეა გამოსასწორებელი. 2000 წლის განმავლობაში რაც ვერ გაიგეთ, რაც გადაკეთებულად შემოვიდა, რაც შესაძლებელია. თქვენ ეს გინდათ თუ არ გინდათ, ეს შეიძლება. ღმერთი იწყებს ამის შეცვლას, გესმით? ღმერთი იწყებს. გამდი არ იყო შემოსული ესე ახლოს. ეხლა შემოდის და ყველაფრის შეცვლა მოგიწევთ. ჭეშმარიტების მხრივ. ეხლა მე ამას რომ ვამბობ, ვიღაცა იფიქრებს, რომ მე ეკლესიის წინააღმდეგი ვარ, ღმერთის წინააღმდეგი ვარ, მოძღვრების წინააღმდეგი ვარ. ტაძარს ჩვენს მართლმადიდებლობას უდიდესი ძალა აქვს, 100,000 წმინდანი, უდიდეს პატივცემ, მე ვინ ვარ პატივცემა რომ მიიღოს ჩემგან და ანუ მაგაზე არ არის აქ საუბარი, მაგრამ არა. თქვენ თავში მოგივათ პროგრამა, რომ რელიგიის წინააღმდეგია გიორგი ტაბიძე, ტაძრის წინააღმდეგია გიორგი ტაბიძე, იმის წინა, ანუ კი ვერ იგებს. პროგრამა იმდენად მარხინჯი ჩასმული აქვს თავში, რომ კი ვერ იგებს, რომ სიმართლეს რომ ვამბობ და ვამხელ ბნელს, თუნდაც რელიგიაში. ვამხელ იმ კონკრეტულ ბნელს, იმ კონკრეტულ ნაწილს და არა სრულად. და ის კიდევ რომ მეუბნება ვიღაცამ რომ გამიჭერა, ხატებს პატივს არცემო, ხატებს პატივს როგორ არცემ, ხატები გადმომეცა სულიერი სამყაროდან, არამატერიალური ხატები. ხატს რანაირად არ დავცემდე პატივს. ბნელს ნუ უსმენ თავში, გაიგე? ბნელს ნუ უსმენ თავში. ამას გეტყვით. მე ამ სიტყვას ესე ვხედავ. ერთ-ერთმა ბნელმა დეკანოზმა დიდი ხნის წინ თქვა, მოდიო, ღმერთო გული ვატკინოთ. როგორ ვატკინოთ თუ გულიო, კაცო? ის დემონს ელაპარაკება. მოდიო ადამიანებსო, შევაჩვიო სიტყვა მონაო. ღმერთზე ვათქმევინოთო, მე ვარ მონა ღვთისაო. და მოდიო უფალს ამით ვატკინოთო გულიო. და როგორ გავაკეთოთ ესო? ჯერო ჩვენ დავიწყოთ ამის მეორებაო, რობოტები ვითო. ყოველ ორ სიტყვაში ეს ვიმეოროთო და აიტაცებენო ესენიც. აგერ ხარ შენ და აგერ ვარ მე, როგორ აიტაცეთ? რა მაინტერესებს? არ შეიძლებოდა აგეტაცებინათ, ყოვლად მორჩილებაში ვარ უფალთან. უფლის ყოვლად მორჩილი ვარ. არ შეიძლებოდა ესეთი სუფთა და ღვთიური აგეტაცებიათ? არა. თქვენ მონა აიტაცეთ. ის აიტაცეთ, რაც აგატაცებინეს. და ამას იმიტომ ჭამთ, რომ კითხვებს არ სვამთ და მართლა მონურ მდგომარეობაში ხარ. შენ რომ შენ თავს მონას უწოდებ, შენ თავს ადებ ჯადოს. მოდი პირდაპირ გეტყვი, კაცო. შენ ამას უწოდებ შენ თავს და ეუბნები რომ კითხვები არ დასვა. შენ ძალას ეუბნები მონავარ, კითხვები არ დასვა. ამას ლოცულობ და აღარ სვამ ამიტომ კითხვებს. მე მახსოვს სახლი, იქაური წესები როგორია, ინსტინქტურად მახსოვს, ყველაფერი მახსოვს. რა როგორია, რა წესებია, რას ნიშნავს მონის წოდება, როგორ მოიხსენიებენ უფალს ამ სიტყვის ნაცვლად ყოვლად მორჩილებას და ეს სისუფთავეები, ეს ყველაფერი მახსოვს. ეხლა კითხვას დასვამთ, იცი რა არის გიორგი, წმინდანებიც ამას იმეორებენ, ყველა ამას იმეორებდა ამ სიტყვას, ხო? იმეორებდნენ, კი, მაგრამ მათ სხვა დანიშნულება ჰქონდათ. მათი მიზნები არ იყო ის, რაც ჩემია. აი მარტივად გეტყვით. სამყარო
შეიცვალა. პირდაპირ შეიცვალა ხალხო. ძალიან შეიცვალა. ღმერთი ცვლის სამყაროს და მარტო სამყარო კი არ იცვლება. ტერმინოლოგია, აღქმა, მდგომარეობები, ყველაფერი იცვლება. ძველი წავიდა, მორჩა, გარდატეხა მოხდა. აღდგომის შემდეგ მოხდა ფუნდამენტური გარდატეხა უკვე. მორჩა, ყველაფერი შეიცვალა. თან ყურადღებით უნდა იყოთ. ბნელები გააქტიურდნენ, უკვე გარდაუვალი უახლოვდებათ კარებს და სახეებს ვეღარ მალავენ. ადამიანები სახეებს ვეღარ მალავენ. ადამიანები ნიღბებს ვეღარ იკეთებენ. პირიდან უვარდებათ ბნელი უკვე. ეს მხოლოდ დასაწყისია. მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. იმდენად გაარეკლამეს ეს სიტყვა, თან რამდენჯერმე არის ბიბლიაში ნათქვამ, რომ ყველგან ესმის მონა ყველა მოძღვარს ესაკერია პირზე. მონა აი რა იყო? ვერ იპოვეთ უკეთესი სიტყვა უფალს რომ იმართო? დავიჯერო უკეთესი სიტყვა ვერ თხოვე უფალს, რომ იგივე გამოეხატა, რასაც მაგ სიტყვით გამოხატავ, მაგრამ ღირსეული სიტყვა იყოს უფალთან. თუნდაც ყოვლად მორჩილებაში ვარ უფალო შენთან, უფლის ყოვლად მორჩილი ვარ. ღმერთის და მაგ სიტყვის ხსენება საერთოდ არ შეიძლება ერთად, არც შენ თავთან მიმართებაში. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ მონობაში რამდენი ბოროტება ტრიალებთ, ანუ რამდენი ტკივილი ამ სიტყვაში, ამ მდგომარეობაში, რამდენი სიტყვა ვერ აღწერს, საუკუნეები რომ ვილაპარაკო ვერ აღწერ, რა ბოროტება მიტრიალა ამ სიტყვაში და ამ მდგომარეობაში, ამ სიტყვის ხსენებაც კი არ შეიძლება. ის კი არა რომ შენ თავს უწოდო და მე უფალს მონათფლობელი ავტომატურად. არ ვიცი. აქამდე მე ვფიქრობ უფალს შემოაქვს სიმართლე ბოლომდე და ეს ხდება დღეს. აქამდე ამიტომ არ იყო ეს სიმართლე. იმის თქვა მინდა რომ უფლის ხმა ისეთი მოდის უკვე როგორიც ის არის ჭეშმარიტში. მეტი ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. რატომაც მე ვლაპარაკობ ამ ყველაფერზე. თქვენი აზრით არ უნდა განახლდეს ეს ყველაფერი? თუ უნდა ჩამყეყდეს? თუ პლანეტები და მთელი სამყარო წინ ტყუილ უბრალოდ მიიწევს? საუკუნეები რისთვის ისმინა უფალმა? მონავარ მონათფლობელი ხარ უფალო. საუკუნეები ისმინა ეს სიმახინჯე და არ აქვს უფალს ნება რომ სხვანაირად უკეთესად მიმართო? ხო და მე მიმართე უკეთესად და მითხრა უფალმა ესე მომართე შვილო, ყოვლად მორჩილებაში ვარ შენთან, უფლის ყოვლად მორჩილი ვარ. მადლობა უფალო ამ სუფთა სიტყვისთვის. უფალმა მითხრა და ყველას გვითხრა, ითხოვე და მოგეცემაო, უთხოვე და მომცა და თხოვთ თქვენ უკეთეს. მოძღვრები იქნებით თუ ვინც არ უნდა იყოთ. ყოველთვის მოთხოვეთ უკეთესი უფალს. მეტი რა გითხრათ? ღვთიური უკეთესი. ფოტონის მასა შეიცვალა, მთელი სამყარო გადაეწყო. მატერიალურ დონეზე იმ ხელაცვლებებია დაწყებული, მეცნიერები შოკში არიან. იქნებ უფალმა გადაწყვიტა რომ ცოტა სხვანაირად დაუწყოთ მას ურთიერთობა საუბარი, ისე როგორც საჭიროა. ამ კითხვებს არ სვამთ? თუ გგონიათ უფალი ერთ ადგილზე ჩამყეყებული მდგომარეობა, თქვენ ფიქრობთ რომ უფალი არის მორჩა ეს? განვითარება არ არის უფალთან? ამას ფიქრობთ? ცვლილებები არ არის უფალთან? ამას ფიქრობთ? თქვენ თვითონ ხართ ცვლილებების მაგალითი. იბადები, იზრდები და გამუდმებით ცვლას განიცდი. ერთი დღის წინ რაც იყავი, დღეს აღარ ხარ, ისეთი შეიცვალე. გამუდმებით იცვლები და შენ ფიქრობ, შენში თუა უფალი არ იცვლება უფალიც? არ ნახდება? უკეთესობისკენ არ მიდის უფალი? მაგას ამბობ? მაგას ფიქრობ? ცვლილებებს არ განიცდის უკეთესობისკენ უფალი? რა თქმა უნდა, უფალიც განიცდის ცვლილებებს უკეთესობისკენ და ჩვენც და მთელი სიცოცხლე იზრდება როგორც ხე დიდი. არაჩერებს ეს ხე ზრდას, გამუდმებით უსასრულოდ იზრდება და განიცდის ესე ვთქვათ გაფურჩქვნას, დახვეწილ მდგომარეობამდე მისვლას. ამას გიხსნით, მონა ღვთის არის ცუდი და დახვეწილი მდგომარეობა არის უფლის ყოვლად მორჩილი. უფლის ყოვლად მორჩილებაში ვარ. ვინც მიიღებს ამას მიიღებს. თუ არ მიიღებს, შეგიძლიათ უწოდოთ თქვენ მონა ღვთისა. მე უფრო სუფთა სიტყვა მირჩევნია და უფლის ყოვლად მორჩილს უწოდებ. ეხლა ყოვლად მორჩილი ნახეთ განმარტება და მიხვდებით რომ სრულად გულისხმობს. მონა სიტყვაზე ჭეშმარიტად სრულია. სრული, ყოვლად მომცველია, ყოვლად მორჩილება. თქვენ იყავით მონა ღვთისა, მე ვიქნები უფლის ყოვლად მორჩილი, სრულად მორჩილი. თქვენ თქვენინება გაქვთ, მე ჩემინება მაქვს და მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ. რადგან საკამათო აქ არაფერი არ არის. ორივე მორჩილებაში ვართ. სხვაობა ის არის რომ შენ მონას უწოდებ შენ თავს და უფალს მონათფლობელს ავტომატურად და მე უფალს უწოდებ უფალს და ჩემ თავს უწოდებ თავისუფალი ნების მქონე, რომელიც ამ ნებიდან გამომდინარე ყოვლად სრულად მორჩილებაშია უფალთან. უფალს რომ მეუბნები, უფალო, ყოვლად მომცվել მორჩილებაში ვარ შენთან, ყოვლად მორჩილებაში იგივე. ეს არ ჯობია, ვიდრე საკუთარ თავს უწოდო მონა და უფალს უწოდო ავტომატურად მონადმფლობელი. ავტომატურად ხდება ეს. მე ვერ უწოდებ უფალს ამას და მე უწოდებ უფალს იმას, ვინც არის.
ის და რაც არის ის და სუფთა სიტყვით მოვიხსენიებ აბსოლუტური სიმსუბუქით მქონე აბსოლუტური ჭეშმარიტით მოცული სიტყვით და არა ბნელეთის მოცული სიტყვით რომელმაც ტრილიონობით ადამიანი ტანჯვაში გაანადგურა მოდი ესე გეტყვი მაგ სიტყვით არც ჩემთავს უწოდებ არც უფალს და არაფერს არ უწოდებ მაგ სიტყვას არ ვიტყვი ესე ადვილად უფალთან ხო საერთოდ ეს არის ჩემი აზრი მარტივად გეტყვით სამყარო იცვლება და ბევრი განახლებები შემოვიდა მარტივად რომ გითხრა განახლდა მონა სიტყვა ყოვლად მორჩილებით მონა განახლდა უკეთესი სიტყვით რა გითხრათ მეტი ახლა ამიტომ უფალს სთხოვე იმაზე მეტი ვიდრე დაგიწერეს გააკეთე იმაზე მეტი ვიდრე დაგიწერეს ვიდრე უფალმა გითხრა გააოცე უფალი შენი სიკარგით გითხრა ხორცი არ ჭამო და კაი ჯანდაბას თევზი ჭამეო არ ჭამო ისიც გააოცე უფალი ამით გითხრა გიყვარდეს მოყვასიო 10 ჯერ მეტად გიყვარდეს ვიდრე დაგიწერა გააოცე ამით რაღაც გეხამუშება უფალს თხოვე უფალო უკეთესად როგორ მოგმართო გეტყვის უფალი გულში უფალს შენ ოღონ თხოვე უკეთესი და მოგცემს იმიტომ რომ ტრილიონობით და უთვალავი უკეთესი აქვს შენთვის უბრალოდ შენ არ ითხოვ ამას და როგორც ჩანს არავინ არ ითხოვს ისე როგორც საჭიროა რაღაცეებს ამიტომ დღეიდან ვითხოვოთ უფლისგან უკეთესი და უკეთესი რათა გავხდეთ უკეთესი